Короче, მარკეტი რო დაიღალა, ჩემი მოგებების ციკლით, გადაწყვიტა დღეს რომ დავესაჯერა და რა მოხდა დღეს. Короче, ძალიან სეტაპი მომცა რა და ზოგადად risk reward-ი კარგი თუ არ არის იმ სეტაპზე, არ შევდივარ რა, როგორი კარგი სეტაპიც არ უნდა იყოს სტრატეგიულად. პირველი რაც იყო, დღეს ვაპირებდი longs, იმიტომ რომ SMT გქონდა ლოვებზე, კონსოლიდაციაში იყო აზია, манипуляცია გავუკეთა დაბლა მხარეს ლონდონმა, პლუს SMT გქონდა ლოვებზე და აქედან ვაპირებდი longs. ოღონდ ამ ლოვების sweep-ის შემდეგ რა. მანამდე ახლა რა თქმა უნდა, მარკეტს უნდა პირველ რიგში აქ ჩამოსვლა ხო? აქედან გამომდინარე წინა highs sweep-ის შემდეგ 80% ვფიქრობდი იმას, რომ ჩამოვიდოდა აქ და აქედან მომცემდა კარგი long-ის setup-ს. პირველ რიგში პირველი setup-ი რაც იდეაში გაიმაზეს არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ შევედი ტრეიდში, იყო ეს ადგილი, აქ sweep-ი გქონდა, სტრუქტურა შეიცვალა, ყველანაირი confirmation და თავრაც კი შეიძლება რა ქონა და ამოვიდა მე breaker block-ზე და აქედან გქონდა კარგი რეაქცია დაბლა მხარეს. იდეაში შეიძლებოდა აქ რო შევსულიყავ უბრალოდ ჩემ risk reward-ი იქნებოდა მაგ შემთხვევაში ნაგავი, იმიტომ რომ target იქნებოდა ეს ლოვები და მეორე ვარიანტი უკვე short-ის იყო აი ამ ადგილებზე რა. აქაც შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ ამდენჯერ ვავიდა უკვე აღარ შევედი აქაც trade-ში არ გავრისკე და გიციცით მე დღეს რაც გააკეთა მარკეტმა რა. ბოლოს აქ ყველა liquidity რო აიღო, რაც კი ქონდა წინა დღეების, ჩამოვიდა 15 წუთიან gap-ში, რომელიც წინა დღეებში მქონდა მონიშნული და მაქედან ეს ტრეიდი მქონდა ადრე გახსნილი. და ეს კაი ზონა იყო ზოგადად გასალონგად თან 79% უწევდა მარკეტის დისკაუნტის ზონას. მაგას პლუს აქ ქონდა SMT მარკეტზე, ESR ქონდა წინა ლოვები მოხსნილი და ამას ქონდა მოხსნილი, ამიტომ SMT გაგვიკეთა და იდეაში longs ვაპირებდი აქედანაც რა, ამის ინვერჟენზე პირდაპირ მინდოდა შესვლა. მაგრამ აქ რატო არ შევედი ახლა? ზოგადად 10 საათი რო იხსნება ხოლმე მარკეტზე 4 საათიანს აქვს манипуляცია რა 4 საათიანის გახსნა უწევს. მაგიტომ მაგას დაველოდე, აგერ კაკრას გაიხსნა თუ არა 4 საათიანი სანთელი 10 საათზე ქონდა манипуляცია დაბლა მხარეს და დისტრიბუცია გავუკეთა მაღლა. ოღონდ ამ დისტრიბუციაში ვერ შევედი და რატო რა? მე მიყვარს ზოგადად ორდერებით ვაჭრობა რა, დავტოვებ ორდერს, შეეხება და მე მიდის იმ მიმართულებით რაც მინდა რომ გააკეთოს მარკეტმა რა. ორდერი მე თუ აქ და ერთი ტიკი დააკლდა იმისთვის რომ ჩამოსულიყო და შევეყვანე ტრეიდში. ეს ტრეიდი გაიმაზა. მე მეორე ვარიანტი მქონდა უკვე რომ აქ მინდოდა ჩამოსულიყო და ოღონდ აქ პირდაპირ არ შევიდოდი ტრეიდში, ეს 5 წუთიანის კაი ზონა უწევდა აქ პლუს. იმიტომ რომ 5 წუთიანი სტრუქტურა შეიცვალა აქ, ჩამოვიდა მე fair value gap-ი შეავსვა აქ 5 წუთიანი. 1 წუთიანზეც fair value gap-ი უწევდა აქ კარგად. და აქედან ერთი დიდი მოძრაობით სტრუქტურა შეიცვალა და იდეაში ჩემი entry უნდა ყოფილიყო სტრუქტურის ცვლილებაზე რა, აი ამ ადგილას და order block-ის retest-ზე მინდოდა გამეკეთებინა entry. Stop-ით საკმაოდ კარგი გამოვიდა და risk to reward-იც ძალიან კაი იქნებოდა, იმიტომ რომ დათარგეტდებოდა 50% დისკაუნტის ზონის რა. და უბრალოდ ეგ ყველაფერი რო დავინახე 3 სეტაპი და G4 გავემაზა. აქედან გამომდინარე უბრალოდ ყველაზე ლოგიკური რაც შეიძლებოდა მექნა დღეს იქნებოდა რომ თავი დამენებებინა, იმიტომ რომ უაზროდ აღარ წამეგო ემოციურად რა. ამ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი და მიზანი ის იყო რომ დამენახებინა უკეთესად, კარგი დღეების მოძებნა შეიძლება მარკეტზე, რაღაც ტრეიდი სიტყვაზე გაგემაზა, ან უბრალოდ ვერ შეხვედი იქ სადაც გინდოდა რომ შესულიყავი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ აი აქ კი შორტში გინდოდა შესვლა, მაგრამ გამოეკიდო მარკეტს და რაღაც აქ შეხვიდე ან აქ შეხვიდე რა. როდესაც მარკეტზე არის ესეთი ნათელი დღეები და მარტივი მისახვედრია უბრალოდ რისი გაკეთება უნდა, აი უმეტეს შემთხვევაში კიდევ ეგ არის ხოლმე რთული სატრეიდო დღეები და რატო? ბევრი ეგეთ დროს უფრო ემოციურად უყურებს მარკეტს და ფიქრობს იმას, რომ აი კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ მაქვს ეს კაი სატრეიდო დღე და მეჯერ აღარ მაქვს, მოდი რა ბარემ ბოლომდე გამოვიყენო. არასწორი არის ეგ რა, ტრეიდის გამაზვიშიში არ უნდა გქონდეს არასდროს, იმიტომ რომ დღეს თუ იყო ხვალ იქნება, ხვალ თუ არა ზეგ მაინც იქნება რა, ამაზე უკეთესი დღე იქნება და ამიტომ long term-ში უნდა იფიქრო ზოგადად, როდესაც ტრეიდობ რა. არ უნდა გქონდეს ამ საქმესთან ის დამოკიდებულება, რომ რაღაც აი დღეს გააკეთო ეს საქმე და ხვალისთვის უკვე აღარ გაინტერესებდეს რა მოხდება რა. ეს იყო და ეს. თუ გინდა ტრეიდინგის შესწავლა მაღალ დონეზე, შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.